აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ლევან ჩაკვეტაძეს მოусმინეს. მინისტრმა დეპუტატებს წარუდგინა ინფორმაცია სამინისტროს მიერ 2023 წლის 9 თვის საქმიანობისა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. მისი განცხადებით, ბოლო წლებში სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის დინამიურმა ზრდამ შესაძლებელი გახადა გაეფართოვებინა ბენეფიციართა ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა სერვისებზე. ლევან ჩაკვეტაძემ ისაუბრა პროგრამებზე, რომელთაც სამინისტრო წარმატებით ახორციელებს მიმდინარე წელს აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირთათვის. გაიმართა საქმიანი დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები. მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს და მოისმინა მოსაზრებები. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა. მინისტრმა წარმოადგინა ესეთი სრულყოფილი მოხსენება. ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა პროგრამა, რომელიც გააჩნია სამინისტროს, შესრულებული არის თითქმის 100%-ით. დღეს სამინისტრო მუშაობს ახალ პროექტებზე, ახალი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებაზე მომავალი წლისთვის. მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორად გაანალიზდეს რა გაკეთდა განვლილი პერიოდის განმავლობაში და რა პრობლემები წინაშე აღმოვჩნდებით მომავალ წელს. ეს არის ჩემი საკურატორო დარგი, აპროფილებელი დარგი, რომელთანაც დიდი ხანია მე უშუალოდ კავშირი მაქვს, შეიძლება ითქვას 24 საათი, იმიტომ რომ უჭერს ხალხს ინგურის საკით მაცხოვრებლებს და იქ უფრო უჭერთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს და ამას ამ დიდ გაჭირვებას, რასაც ჯანმრთელობის დაცვა ქვია და სოციალურყოფა, ამას იმ მწირე ბიუჯეტით, რაც ამ სამინისტროს გააჩნია, ბიუჯეტი დამტკიცებული, ამას თავს ართმევს ზედმიწევნით ძალიან მაღალ დონეზე. ბევრი მადლობისწერილები მოდის ჩვენთან, ბევრი გამოთქვამს მაყოფილებას, რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს ჩვენი დევნილებისათვის. ეს არის მთავარი ბიუჯეტი შესრულებული არის თითქმის სრულყოფილად 9 თვის ბიუჯეტზე ვსაუბრობთ და ამასთანავე მომატებულია ბენეფიციარების რაოდენობა 40%. ანუ გადანაწილება ბიუჯეტო თანხების მოხდა უფრო გონივრულად, რითიც ჩვენ ვაღწევთ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უფრო მაღალ ხარისხს. ასევე საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე და საქართველოში ზოგადად ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის პოლიტიკის გათვალისწინებით ჩვენი პოლიტიკის დახვეწაზე, რაც ყოველთვის კორელაციაშია, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებულ მოვლენებთან.